Კონკრეტულად გურიეს 9 საათზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სხვადასხვა სასამართლოში კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეები დანიშნა. ეს იყო საბჭოს არსებული შემადგენლობის ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც ისევე როგორც სხვა დანარჩენი მწვავე შეფასებების მიზეზი გახდა. სამოქალაქო სექტორი დღევანდელ დანიშნებს უფლებამოსილების 4 წლიანი მუშაობის ლოგიკურ დასასრულად მიიჩნევს, რადგან მათი შეფასებით ამ შემთხვევაშიც საბჭოს წევრებმა საკუთარი ინტერესებითი ხელმძღვანელეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 წევრისთვის დღეს ბოლოს ხდომა იყო. შეხვედრა ყველა მათგანმა უკანა კარიდან ისე დატოვა, რომ რუსთავიორის არც ერთ კითხვას არ უპასუხა. წასვლის წინ დღეს საბჭოს ჯერ კიდევ მოქმედმა შემადგენლობამ ისევ ფორსირებულ რეჟიმში სასამართლოების თავმჯდომარეების შემდეგ უკვე კოლეგიების და პალატების თავმჯდომარეები დანიშნა. არასამთავრობო სექტორში თვლიან, რომ დაჩქარებული წესით სასურველი კადრების გამწესების მიზანი ერთია. სასამართლო ისევ კონკრეტული ჯგუფის გავლენის ქვეშ დატოვონ. 2012 წლის შემდეგ იქნან ეს ადამიანები არჩეულები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ცხადია საზოგადოებას ჰქონდა ძალიან დიდი მოლოდინი. საბჭოს 4 წლიანმა მმართველობამ სასამართლო სისტემა რეალურად დაანგრია და ხელისუფლებაზე კიდევ უფრო დამოკიდებული გახადა. ასე აფასებს არასამთავრობო სექტორი უწყების მუშაობას. ის, ვინც საბჭოს მუშაობას აკვირდებოდნენ, ფიქრობენ, რომ ის პირად ინტერესებზე ორიენტირებულ ჩაკეტილ უწყებად იქცა. ეს არის კონკრეტული კლანი, რომელიც რა თქმა უნდა შეეცდება ყველაფერს იმისთვის, რომ არავინ გარეპირი და ახალი სისხლი არ შევიდეს სასამართლო სისტემაში და ფაქტიურად მათ მართონ მთლიანად სისტემა. ცხადია ამ შესაძლებლობებს შემდეგ და ამ გავლენებს ისინი გაყიდიან და გაყიდიან პოლიტიკური პარტიებისთვის, გაყიდიან ასევე სხვა პირებისთვის, ზუსტად ამიტომ აქ უკვე იკვეთება კორუფციული სქემები. სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლის ხელმეორედ არჩევა. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან მამუკა ახვლედიანის მოულოდნელი და საეჭვო გადაყენება. მოსამართლეთა საგამოცდო ტესტების სკანდალი და 150-მდე მოსამართლის გაუმჭვირვალე წესით შერჩევა დანიშნა. ეს ის თემებია, რაც არასამთავრობო სექტორის შეფასებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უკვე ყოფილი შემადგენლობის შავლაკად დარჩება. საბჭო იყო პასუხისმგებელი იმაზე, რომ სასამართლო კორპუსის განახლება მომხდარიყო. სამწუხაროდ ჩვენ ვხედავდით ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ ამ მიდგომის ნაცვლად საბჭო ნაჩქარევი პროცედურებით, ხარვეზიანი პროცედურებით აგრძელებდა ძველი მოსამართლეების დანიშვნას, რომელთა რეპუტაციის თუ კეთილსინდისიერების მიმართ, როგორც პროფესიონალიზმის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. ლევან მურუსიძის დანიშვნა იყო შოკი სამოქალაქო საზოგადოებისთვის. იყო ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება და გვირგვინი იყო ამ იუსტიციის საბჭოს საქმიანობის ჩინჩალაძის არჩევა საპელეო სასამართლოს თავმჯდომარედ. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მიუღებელი ორი გადაწყვეტილება, რამაც საქართველოს სასამართლო სისტემა დატოვა ისეთ ჭაობში, რომლისაგანაც სასამართლო სისტემა ვერასოდეს ვერ გამოვა. 4 წლის განმავლობაში საბჭოს მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე მათი პასუხი ასეთი იყო. კრიტიკა უნდა იყოს სასურველია იყოს დასაბუთებული, არ უნდა იყოს ცილის მწამებლური ბრალდებების შემცველი, რაც აშკარად ცილდება გამოხატვის თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებულ ფარგლებს. ქართლაჯულების ავტორიტეტი და პრესტიჟი არის აბსოლუტურად შეუვალი ღირებულება და მის დასაცავად შეიძლება შეიზღუდოს ყველას გამოხატვის თავისუფლება. ფაქტიურად იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო კორპუსი მიუხედავად ამდენი თავდასხმებისა, თავისი გადაწყვეტილებებით მივიდა იმ დასკვნებაზე, შეინარჩუნდა სასამართლო სისტემა. ზოგიერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს მოსამართლეების მიმართ სიძულვილის გაღვივებასთან, ესე იგი მადამი მტრული დამოკიდებულების ჩამოყალიბების მცდელობასთან. ერთ-ერთ ასეთ პირად, რომელმაც სასამართლოს რეპუტაცია ეჭქვეშ პირადი ვიწრო ინტერესების გამო დააყენა, საბჭოს წევრები მამუკა ახვლედიანს მიიჩნევენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე თვლის, რომ გადამწყვეტი მის შემთხვევაშიც სწორედ მისი კრიტიკული აზრი აღმოჩნდა. თუნდაც ჩემი საქმე რა დღირს, მე ვფიქრობ, რომ ამაზე ოდესღაც სისხლის სამართლის წესით უნდა აგონ პასუხი. რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს, დღევანდელმა მოქმედმა საბჭომ დაამახსოვრა ქვეყანას თავისი არაკომპეტენტურობით, თავისი დანიშვნების სისტემით, შექმნილი საბოტაჟით, რაც სასამართლო სისტემაში ხდება. უფლებამოსილების ვადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 წევრს ამოეწურა. 4 არამოსამართლე წევრის, ევა გოცირიძის, ბახტანგ თორდიას, კახა სოფრომაძისა და გოჩა მამულაშვილის შემსრულებლებს პარლამენტი 2 დღეში აირჩევს. 4 მოსამართლე წევრის, ლევან მურუსიძის, შოთა გეძაძის, თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილის ადგილმომაცულეებს კი მოსამართლეთა კონფერენციაზე კვირის ბოლოს დაამტკიცებენ.
საქართველოს პარლამენტის წევრი პატრიოტთა ალიანსიდან გელა მიქაძე შეაძლოა დეპუტატის მანდატს დაემშვიდობოს. გაერთიანებული საემიროების და თბილისის საქალაქო სასამართლოების მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების შემდეგ დღეს ცნობილი ხდება, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიქაძის წინააღმდეგ 4 საჩივარია შესული. თუ სასამართლო მის ბრალეულობას დაადგენს, მაშინ პარლამენტი იძულებული იქნება დეპუტატს უფლება-მოსილება შეუწყვეტოს. დეპუტატ გელა მიქაძის სამუშაო კაბინეტი საქართველოს პარლამენტში დღეს დაკეტილი იყო. მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ არაბი ინვესტორების 27 მილიონად შეფასებული ქონება პარლამენტის წევრმა არაკეთილსინდისიერი გზით მითვისა, დეპუტატი პატრიოტთა ალიანსიდან საკანონმდებლო ორგანოში არ გამოჩენილა. კურიერთან სატელეფონო საუბარში მიქაძე ამბობს, რომ თბილისში არ იმყოფება და პრობლემების მოგვარებით არის დაკავებული. ჩვენ გადავდივართ ორი მხარე მოლაპარაკების რეჟიმში. ფაქტობრივად ასრულებთ მოლაპარაკებებს, ამიტომ ხა ადრე აღარ აქვს არაფერი მას ვასრულებთ ჩვენი საკითხებს სასამართლოს და მოლაპარაკების რეჟიმში ვართ, რომელიც დასრულდება დაახლოებით 2 კვირაში. რასაც ხედავთ ახლა აქ დაახლოებით თითქმის ყველა არის ჩვენი რასახაიმას საქმეები ბატონი გელა მიქაძის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრის წინააღმდეგ კომპანია რაკი ახლა 27 საქმეზე აწარმოებს სასამართლო დავას. საუბარია მილიონობით ლარის ქონების დაუფლებაზე. პატრიოტთა ალიანსის წევრები ამბობენ, რომ 2016 წლის ზაფხულში, როდესაც პარტიულ სიაში გელა მიქაძის ჩასმა გადაწყდა, მათთვის უცნობი იყო იმ პრობლემების შესახებ, რომელიც მიქაძეს არაბ ბიზნეს პარტნიორებთან ჰქონდა. აბსოლუტურად არ ვიცოდით არაფერი. არაფერი არ ვიცოდით და სხვადასხვის გელა გამართლდება მაგ საქმეშიც, იმიტომ რომ მაგი მართალია, როგორც ვიცით, და სულ მალე გავიგებთ მაგასაც. ამის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცოდით. ეხლაც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი გელა მიქაძე არაფერში არ არის დამნაშავე. თუ ამ 9 წლის განმავლობაში არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ეხლა ეს პრობლემა უბრალოდ უკვე პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და არა სამართლებრივს. რაკია ჯორჯიას მტკიცებით გელა მიქაძის წინააღმდეგ საქართველოს მთავარ პროკურატურაში სისხლის სამართლის 4 საქმის წარმოება მიმდინარეობს, რომელიც თაღლითობას და ფულის გაფლანგვას ეხება. იმ შემთხვევაში, თუ ჯერ პროკურატურა და შემდეგ სასამართლო მის ბრალეულობას დაადგენს, პარლამენტი ვალდებული იქნება პატრიოტთა ალიანსის წევრს დეპუტატის სტატუსი ჩამოართვას. პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც კანონიერ ძალაში არის შესული. სამოქალაქო დავა და სამოქალაქო დავაზე გამოტანილი გადაწყვეტილება ვერ გახდება პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ განაჩენი, გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის მიხედვითაც პარლამენტის წევრს შეიძლება რაღაც სისხლის სამართლებრივი სანქცია შეეფარდოს. პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი ფრაქციის წევრი უდანაშაულოა და ამას სასამართლოს გზით დაამტკიცებს. ის რაც დღეს ხდება გელა მიქაძესთან მიმართებაში, ეს არის აჟიტირებული თემა, ჩემი აზრით, უკავშირდება მხოლოდ კომერციულ დავას. არანაირი კავშირი ამას არ აქვს არც პატრიოტთა ალიანსთან, არც ჩვენი პარტიის პოლიტიკურ მიზნებსა და საქმიანობასთან. პარლამენტის ფრაქცია საქართველოს პატრიოტების წევრს კომპანია რაკია ჯორჯია რამდენიმე საქმეზე ედავება. ბოლო სამოქალაქო დავაზე საქალაქო სასამართლომ განაჩენი გელა მიქაძის წინააღმდეგ გამოიტანა და მისი კომპანიის კუთვნილებაში არსებული მიწისნაკვეთები რაკია ჯორჯიას დაუბრუნა. რამდენიმე კვირის წინ კი არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ქართულ დეპუტატს დაუსწრებლად 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და ყოფილი პარტნიორებისთვის 12,700,000 დოლარის გადახდა დააკისრა. ოპოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტ ცენზურასა და მართველი პარტიის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. ცნობილი გადაცემების დახურვა და პოლიტიკური შინაარსის სოციალური რეკლამა პარტიებისთვის სასამართლოში ჩივილის საფუძველი გახდა. საკუთარი პრეტენზიები აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს და თავად არხის სამეურვეო საბჭოს წევრებსაც. რესპუბლიკური პარტიისა და თავისუფალი დემოკრატების ლიდერებმა საჩივარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში დღეს შეიტანეს. პარტიების საზოგადოებრივ არხს ხელისუფლების ინტერესების გატარებაში ღიად ადანაშაულებენ და საეთერო ბადიდან იმ რეკლამის მოხსნას მოითხოვენ, რომელიც მათი თქმით საკონსტიტუციო რეფორმას ეხება და მმართველი გუნდის პოზიციის პროპაგანდას ემსახურება. ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი პრემიერ-მინისტრია, ხოლო პრეზიდენტი არ ფლობს პოლიტიკურ ძალაუფლებას. კიდევ ერთი მაგალითია, როგორი ზეგავლენის ქვეშ არის მაუწყებელი ქართული ოცნების პირველი არხი ამ რეკლამით აჟღერებს, ეს არის თქვენ პროპაგანდა, ადამიანების აზრზე მოქმედება, აჟღერებს მმართველი გუნდის
ქართული ოცნების პოზიციას საპარლამენტო რესპუბლიკასთან დაკავშირებით. ოპოზიცია ფიქრობს, რომ სადავო სარეკლამო კლიპი ერთ-ერთი და არა ერთადერთი ნიშანია იმისა, რომ მმართველი პარტიის გავლენების საზოგადოებრივ არხზე ძლიერდება. მომდევნო სეზონიდან რადიო თავისუფლების გადაცემების დახურვას პირდაპირ პოლიტიკური გაკვეთის აღსრულებად აფასებს ნინო გოგუაძე. საზოგადოებრივი არხი ეთყობა უარს ამბობს დემოკრატიული დასავლური ღირებულებების ანალიზაზე და პოპულარიზაციაზე. სამაგიერო დარწმუნებული ვარ, დუგინის ადეპტების გადაცემა ისე მოხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბადეში. საზოგადოებრივ მაუწყებელზე რადიო თავისუფლების პროექტების დახურვას პოლიტიკოსების გარდა თავად არხის სამეურვეო საბჭოს წევრებიც აპროტესტებენ. დღეს ქეთი მსხილაძემ და სულხან სალაძემ სამეურვეო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე გადაცემების ბადაში დატოვება მოითხოვეს, თუმცა ისინი უმცირესობაში აღმოჩნდნენ. მსხილაძე არ გამორიცხავს, რომ ინტერვიუსა და წითელი ზონის დახურვის მიზეზი გადაცემების დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკაა. ვერც დავადასტურებ და ბუნებრივია ვერც გამოვრიცხავ, რომ ამ გადაცემების დახურვაში არის პოლიტიკური კომპონენტი, იმიტომ რომ სალომე ასათიანის გადაცემა იყო საკმაოდ მწვავე ჰართოქი, არ გამოვრიცხავ, რომ კრიტიკა არავის არ სიამოვნებს, არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებას არ სიამოვნებდა სალომეს გადაცემა. მე ვთვლი, რომ განახლება მუდმივად არის საჭირო. მე არ თვლი იმას, რომ აქ არსებული გადაცემები დაიხუროს სამარაჯამოდ. გამორიცხავთ პოლიტიკურ მდგენელს ამ პროცესში? არ ვიცი, არაფერში არ უნდა გამორიცხო არასდროს პოლიტიკური მდგენელი. გადაცემების დახურვასთან ერთად არასამთავრობო სექტორი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებს აპროტესტებს. პროექტის მიხედვით, რომლის ინიციირებაც პარლამენტში სავარაუდოდ მიმდინარე კვირას მოხდება, სამეურვეო საბჭოს უსტდება უფლებამოსილება ეზრდება არხის მენეჯმენტს და იზრდება კორუფციის რისკები. ერთ-ერთი მუხლით ხურავენ ინფორმაციას და საჯარო ინფორმაცია, რომელიც დღეს არის და როდესაც მოქალაქე შეუძლია მიმართოს ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ტელევიზიას, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი და გამოითხოვოს ინფორმაცია, ხვალ შეიძლება ეს ინფორმაცია ვერ მიიღოს. სტახანოვური ტემპებით ხდება, ასე თქვათ, მიღება ამ საკითხების ძალიან ბევრი ეჭვების ფაქტებს. ეს არის სამეურვეო საბჭოს დასუსტებისკენ მიმართული ცვლილებები და მე ძალიან მწუხავ, რომ ჩემმა კოლეგებმა დაუჭირეს ამ ცვლილებებს მხარი თავის დროზე, რომ წასულიყო პარლამენტში როგორც განსახილველი საკითხი. ეს სერიოზულ გავლენას მოახდენს სარეკლამო ბაზარზე, ეს ცვლილებები ეს სერიოზულ გავლენას მოახდენს მაუწყებლის საჯარო ფინანსების ხარჯვის, მათ შორის რაციონალურობაზე შესაძლოა გაჩნდეს კორუფციული ხარჯვის რისკების. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს დღეს ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია. კურიერმა ინტერვიუს ჩაწერა ტელევიზიისა და სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობასთან, სადა თუმცა უარი გვითხრეს. გენერალური დირექტორის მრჩეველმა იანთაძემ ვასილ მაღლაფერიძის მოადგილესთან თინათინ ბერძენიშვილთან გადაგამიმსამართა, რომელმაც არ ჩვენს ზარებს და არც ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა. ხმაური დაიწყო ბათუმის მოვლენებზე დაპატიმრებულების სასამართლო პროცესის ხდომის დაწყებისთანავე დარბაზი დატოვეს ბრალდებულის ოჯახის წევრებმა, ისინი პროკურატურას უმდობლობას უცხადებენ. პროცესის მსვლელობისას დარბაზი დატოვეს თავად პატიმრებმაც. ხმაური იყო შენობის გარეთაც, სადაც პროცესის პარალელურად აქცია მიმდინარეობდა. საჯარო დასრულების დეპარტამენტის მანქანებს ტერიტორიის დატოვების საშუალება არ მისცეს დაკავებულების ოჯახის წევრებმა. ამის შემდეგ მათ ჭავჭავაძის გამზზე გადაინაცვლეს და რამდენიმე წუთით გზაც გადაკეტეს. ჩემი ვაღანა ჩამევიდა, ნაცემი კასტილით ჩამევიდა სასამართლოზე, წინა სასამართლოზე. კასტილით ჩამევიდა, ისე ეცემენ. ვერ ამბობს, რა თქვას, რაც არ იცის. პროკურატურა მორჩეს ამ მასკარას, ამ ცირკს და გამოუშვ გაანებო თავი ამ უდანაშაულო ბიჭებს. ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ კიდე გადავკეტავთ გზას. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი შვილები ხამეში გარეთ არიან და იცავს პოლიცია. აგენმა არ დაიცავეს. ჯერ აგენი დასაჯონდა, მერე ჩვენი შვილები. დამნაშავე მთავრობაც არის, ჩვენი შვილებიც არის. კვირიკაშვილმა მიხდეს როგორც ბრძანება გასცა, ისე გაათავისუფლოს ეს უდანაშაულო, დამნაშავე დაისაჯოს. სოფლიო კრივის ორგანიზაციამ შეერთებულ შტატებში დაკავებულ პროფესიონალ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს საშუალო წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა. ორგანიზაციამ საკუთარი გადაწყვეტილება სპეციალური რეზოლუციით დაადასტურა, დოკუმენტი ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ეს მსოფლიო კრივის ორგანიზაციის ის რეზოლუცია, რომლითაც ქართველ მოკრივეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეუჩერდა.
ავთანდილ ხურციძე ვერ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, როგორც WBO-ს დროებითი ჩემპიონი. გაუქმდა დაგეგმილი ორთაბრძოლა. ამ რეზოლუციით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საშუალო წონით კატეგორიაში დროებითი ჩემპიონის ადგილი გათავისუფლდეს. კურიერთან ინტერვიუში გადაწყვეტილების დეტალებზე არ საუბრობს მსოფლიოში ცნობილი და გავლენიანი პრომოუტერი მაიკ მაიკლი, თუმცა ის ამბობს, რომ ხურციძის საქმე საკმაოდ რთულია. ძალიან გთხოვთ, ეს საკმაოდ სპეციფიკური საქმეა. მე პრომოუტერი ვარ და ამ საქმეზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ. პროფესიული კრივის ორგანიზაცია საკუთარი წესებით მოქმედებს. ავთანდილ ხურციძის ოჯახი და პირადი მწვრთნელი დარწმუნებული არიან, რომ ხურციძე პროვოკაციისა და გარკვეული ფინანსური ინტერესების მსხვერპლია. ჩაწყობილი მგონია მეგი. ჩაწყობილი ეს საქმე. ბრძოლაში რო არ მიეღო მონაწილეობა და არ დაეცო მაქამალ და არ წამეღო აქეთ, იმიტომ გაუკეთეს ეგ. ჩაწყობილია ყველაფერი. წინასთან უჯერ გაგმილე ეს გეგმა რაღაცა ქონდა და პროსტა მეცოდება ეს ბავშვი შრომობდა მზად იყო მაგ ჩხუბზე. პროფესიული კრივის ფედერაცია საქართველოში სპორტის სამინისტრო არ აღიარებს და ამ მოტივით უწყებაში ხურციძესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ერთადერთი კომენტარი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დღეს კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა გააკეთა. კამარზე არის ჩხუბი, უნდა იბრძოლოს და მოწინააღმდეგე არის მოქმედი ჩემპიონი, ასე ვთქვათ, ხურციძეზე ჰქონდა ამბიცია, რომ იგი გამختارიყო უკვე ამ კამრის, ესე ვთქვათ, მფლობელი და ხდება ესეთ გაურკვეველ სიტუაციაში. WBO-ს გადაწყვეტილებას დროებით უწოდებს ხურციძის მეგობარი ბრძოლა წესებს გარეშე ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი. ის დარწმუნებულია, რომ ხურციძე ტიტულს მალე დაიბრუნებს. ავთოს გაუქმეს, რომ მოქმედი ჩემპიონი აღარ არის. დღეს ანუ ხელოვნურ სიტუაციაში არ ითვლება მოქმედ ჩემპიონად, მაგრამ ის რომ ავთო ჩემპიონი და მან მოიგო, ეს არ გაუქმებულა. ხურციძე 9 ივნისს ნიუ-იორკში რუსულ მაფიასთან კავშირის ბრალდებით დააკავეს და მას სასამართლო წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ხურციძეს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა ინგლისელ ბილი ჯო სონდერსთან 8 ივლისს ლონდონში უნდა გაემართა, მაგრამ ქართველი მოკრივის დაკავების გამო შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო. მორიგი ლაივ კონცერტი და 2 ტური X ფაქტორის სულ უფრო დაძაბული ხდება. ნახევარფინალის მოლოდინში სცენაზე დღეს 5 მონაწილე გამოვა. და რა ხდება დიდ საკონცერტო დარბაზში მეგაშოუს დაწყებამდე სალომე ბენაშვილი გვერდთობა პირდაპირ ეთერში. სალომე, გისმენთ. მოგესალმებით თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან. ზუსტად აღნიშნებ, მხოლოდ ერთი კონცერტი გვაშორებს ნახევარფინალებამდე და უნდა აღნიშნოს, რომ ძალიან საინტერესო და რთული ტური ელოდება რუსთაველის მაყურებელს. დღეს დარჩენილი 5 კონკურსანტი წარდგება მაყურებლის წინაშე და ისინი 2 ტურად დაყოფილ საკონკურსო დღეს ასე გადაანაწილებენ. პირველ ტურში შეასრულებენ სიმღერებს კინოფილმებიდან, ცნობილ ჰიტებს, ხოლო მეორე ტურს რაც შეეხება 2017 წლის საუკეთესო ჰიტებს შეასრულებენ. ძალიან რთული ტური არის, როგორც უკვე აღნიშნეთ და შესაბამისად აუცილებელი არის მაყურებლის ძალიან ყურადღებით ყოფნა იმისთვის, რომ ხარი დაუჭიროს საკუთარ ფავორიტებს. დღეს განსაკუთრებულად შვიდად ვარ, რადგან ვთვლი, რომ სანერვიულო ნამდვილად არაფერი არა, ეს საზოგადოებამ უკვე გაგვიცნო, შეგვიყვარა და შესაბამისად დღეს ყველა კონკურსანტი არის მობილიზებული და ჩვენ ყველანი ერთად ვაჩვენებთ ძალიან კარგ კონცერტს მაყურებელს. თან რაც უფრო გადავდივართ, უფრო ნერვიულობთ, უფრო პასუხისმგებლობა გვაკისრია და ხალხია დამოკიდებული, ვისაც დაუნასიჯებს, ის დარჩება პროექტში, ვისაც არა შესაბამისად გავარდება. პირველ ტურში იქნება კინომუსიკა, საუნდტრეკები და მეორე ტურში იქნება 2017 წლის ყველაზე პოპულარული ჰიტები. და დღეს გაირკვევა ვინ გადადის ნახევარფინალში. უკვე ასევე ძალიან საპასუხისმგებლო დღეა და თან ორი სიმღერის შესრულება ერთ კონცერტზე ეს გამოცდა და გამოწვევა კონკურსანტებისთვის. როგორც უკვე გითხარით, დღეს გავარკვევთ ვინ არ იქნებიან ნახევარფინალისტები X Factor 2017 სეზონის და 5 კონკურსანტიდან დღეს კიდევ ერთი კონკურსანტი დატოვებს პროექტს. ეს იყო სალომე ბენაშვილი დიდი საკონცერტო დარბაზიდან. სალომე, მადლობა. და ბოლოს ეს არის ჩემი ბოლო მიმართვა მაყურებლისადმი როგორც კურიერის წამყვანს. დღეს მე 25 წლიან სატელევიზიო კარიერას ვასრულებ, თუმცა თქვენთან ურთიერთობას უკვე არა ეკრანიდან, არამედ უშუალო ურთიერთობით განვაგრძობ. ჩვენ ამიერიდან სატელევიზიო ეკრანი აღარ გავყოფს. მე მივიღე გადაწყვეტილება და მივდივარ პოლიტიკაში. როგორც ჟურნალისტი, მთელი წლების განმავლობაში
მე თქვენი ყოველდღიური სტუმარი ვიყავი და გაწვდით ინფორმაციას ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თუმცა ახლა ვთვლი, რომ დადგა დრო, როდესაც თავად უნდა გავხდე პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე და ჩემი წვლილი შევიტანო იმ ბრძოლაში, რომელიც ქვეყანაში ტოტალურ განუკითხაობას და ერთი კაცის მმართველობას დაასრულებს. ბრძოლის გამოცდილება კი ნამდვილად მაქვს. გავიარეთ ძალიან საინტერესო წლები როგორც ჟურნალისტმა და ამავე დროს შევიძინე უზარმაზარი გამოცდილება თუ როგორ უნდა ებრძოლო უსამართლობას. მე რუსთავი ორის გუნდთან და თქვენთან ერთად ერთხელ უკვე გავიმარჯვე ამ ხელისუფლებასთან სრულიად უთანასწორო ბრძოლაში. თუმცა ქვეყანას ჯერ მთავარი ბრძოლა წინ აქვს და მე ვაპირებ თქვენთან ერთად და თქვენი სახელით შევიდე ამ ბრძოლაში და კიდევ ერთხელ გავიმარჯვო. და ამჯერად თბილისის მერის არჩევნებში დავამარცხო ივანიშვილის კორუმპირებული და ანტიდემოკრატიული რეჟიმი. ბოლოს მე მინდა მადლობა უთხრა ყველა რუსთავი ორელს იმ წლებისთვის, რომლებიც მე აქ გავატარე და დარწმუნებული ვარ, ეს ტელევიზია კიდევ უფრო წარმატებული იქნება, რადგან აქ ყველაზე მებრძოლი და რაც თავარია პროფესიონალი გუნდი მუშაობს. და რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა თქვენ მაყურებელს, რომლის თანადგომასაც მთელი ამ წლების განმავლობაში ვგრძნობდი. მე თქვენთვის მუშაობდი როგორც ჟურნალისტი და თქვენ სამსახურში ვიქნები მომავალშიც პოლიტიკაში. სიმართლე რომ თქვა, მოულოდნელი ეს განცხადება ჩემთვის ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ამის განცდა იმაზე უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე მეკონა. 11 წელია მე და შენ გვერდ-გვერდ ვხედავთ და მიყვავს ქვეყნის მთავარი საინფორმაციო გადაცემა მიჭირს. კურიერის და რუსთავი ორის უშენოდ წარმოდგენა, მაგრამ მესმის რომ მოვიდა დრო, გააკეთო რაღაც სხვა და შესაძლოა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. წარმატებებს გისურვებ შენი ქალაქის, საყვარელი ქალაქის მერად გახდომაში. ნამდვილად მგონია, რომ ყველა ის თვისება გაქვს, რომელიც ქალაქის ხელმძღვანელს უნდა კონდეს. ჩვენს მაყურებელს კი მოუწოდებ მხარი დაგიჭირონ ამ საქმეში. მადლობა ყველაფრისთვის, არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩვენი გუნდის სახელით ძალიან გვიყვარხარ და წარმატებას გისურვებთ, რა თქმა უნდა. პირველად თავს უფლებას მივცემ, გითხრა საჯაროდ მადლობა ჩემ ახალ მეწყვილეს ნამდვილად არ ეწყინება თუ ვიტყვი რომ შენ საუკეთესო მეწყვილე ხარ და საუკეთესო მეგობარი და ძალიან დიდ წარმატებას გისურვებ და ვიცი რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. მე ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ რა ვქნა, უნდა ვთქვა რომ ეს იყო კურიერი 9 საათზე ზაალ უდუმაშვილთან და დიანა ჯოჯუასთან ერთად. მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე.